ეთერში. Lampreduzo meduzo! Medres ხდები თქვენ რათა მოგილოცოთ ახალი წელი იხარეთ ვარსავის ოფისში ჯანდაგმახსენდეს რომ მომავალი ადამიანისა ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი მშვიდობა ჩვენსალა მას მოგმართებ ამინ ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო გილოცავთ ახალ წელს ისურვებთ მშვიდობას ბედნიერებასა და სიხარულს განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივულოცოთ ჩვენს პატარებს ვისურვებ სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი. სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მიულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო ბედნიერი მომავლის საწინდარი. მე მჯერა ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო. მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისათვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება. დაეყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულის და ერთიანობის წელი. გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ სტუნებაზე, რაც შეიძლება ყოფდეს და გვაპირისპირებდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითყოფადობის დასაცავად. უწევდა ბრძოლა გარედან თავსმოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ. თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმში, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის ხარეს. საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა. მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში. ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება. ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული ევროპული მომავალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვასა ზრუნვისთვის. 2024 წელი იყო გამარჯვებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა.
უნიშნულოვანესი გამარჯვებები გვაჩვენეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო პრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდეთ. 2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც თავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყო სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავით არის გარემტერი ვერ დაგვამარცხებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ ამდაგშობას. გისურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებით სავსე 2025 წელს. მერთი ფარავდეს საქართველოს, მერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს. ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო. ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღსული წლის დადგომას. ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო ორი რამ: შვიდობა და ერთობა. ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა. გლობალური პანდემია, დამანგრეველი ომები ჩვენს გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება. განვლილ წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის ფასი, სიმტკიცის ფასი, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედულების ფასი. ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს კონდეს პასუხისმგებლობა. გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწყოს და მომავალს. ამიტომ ჩვენი მხრიდან ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მშვიდობასთან ერთად წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია. ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწყოსა და მომავალს. როდესაც ვართ ერთად, მაშინ ვართ მტკიცედ და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ. სწორედ ერთობამ, თანხმობამ და სიმტკიცემ განაპირობა საქართველოს გადარჩენა, წინსვლა და განვითარება. გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ ჩვენი დიდი და მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. ჯერა დამდეგი 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ჩვენ გავიმარჯვეთ ეროვნული თვითყოფადობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის. ახალი წლიდან კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა დაიფაროს საქართველო და დალოცოს ჩვენი ოჯახები.
მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით სრულიად საქართველოს, მივესალმებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მეგობრებო, დასრულდა გამოწვევებითა და